გამარჯობა, მოგესალმებით, კაცები კვლავ YouTube-ზეა, როგორ ახართ კაცებო? საკაიფოდ. საკაიფოდ. თავი ტკივა ცოტა დათოს. ხო. მაგრამ ადვილი დალია და გაუგულის. გამიulis გადაცემის ბოლოსკენ უბრალოდ. წესით კარგად ვიყავ. გიორგი, შენ როგორ ახარ? წვერულობაში რომ დაგიმშვენებია. მადლობა. სადამდე უნდა გაიზარდო ეგ წვერი? გვაინტერესებს ერს. მაგარი საზომია. კი, აქამდე. ეს და პაშინიანი როგორ არის? არა, პაშინიანი ხლად ხო, ეს ის გაიფარსავს, ეს უშვებს, ის მოუშვებს, ეს იფარსავს, რა. მაგრამ იცი ვიკინგივით უნდა გაუშვათ, რამე ფორმა უნდა მისცე. ეგ აქამდე ეგ სხვა რაღაცაზე იყო უკვე პასუხი. ვიკინგივით უნდა გაბურძგლული ქონდეს ეს თუ ფორმა უნდა მისცე ესე. აი ნახე, აი ეს ჩემსავით მოუწესრიებლად თუ ბურძგლული თუ მაგრამ მე ესეთი მაგარი შევადა თუ კირკოროვივით. დაივა კირკოროვივით. იმას ზოლებად რო აქ. თუ უნდა დაივარცხნო, ისა რა ქვია, დაიხვიო. მოგიხდება ხუჭუჭა. ეგეც ვიკინგის არის, აქ იმებს იკეთებენ. ხო, მოკინებს. ნაწნავებს. ხო. ეგ ვერსია მქონდა მე. ხო. ხო. ბევრი წვერი უნდა მაგას. ნუ აი ეს ნაწილი მაძლევს მაგის საშუალებას. ერთი ცალი კიკინა რო გაიგეთო წვერს. რიკი. დიახ, გიორგი. არ ვიცი ჯერ ნახო. უფრო ჯერ მუსლიმური ეს ულვაშები უნდა მოიპარსო და მარტო ეს დაიტოვო. წვეტი რო გაქვს. შენ ყველაფერი მოგიხდა. გააქვს წვერის საწლელი? კარგი წვერი რო დაიხენო. არა, ყვარა. გაუხარდა ნა თავისივე ისე. მიგზნებო შომეთ წვერი. ქონია როდესმე? კი. ულვაშები ქონდა. ვინ ახლობლებმა გითხრას აღარ ქნაო? მოიცა. მე ეგრე მქონდა ულვაში. ამას ხო დიდი თავი აქვს და ეს წვერი კიდე გაუდიხებს. ხო და თან ბიჭო ძალიან ხშირი წვერი მაქვს და აი ესე მარქსის სურათი გაქნა. მარკს ერთ-ერთი ყველაზე მოუწესრიგებელი წვერი მსოფლიოში. ესე ჩამოწეული არა მეკერა, აი ესეთი. ყველა მიმართულებით რო ისე. მე მაგეგეთი ხო. რებს არ ვისმენ, მაგრამ მაინც აი ესე იზრდება ზევით, რაღაცა წვერების ზევით იზრდება. მასა ჯეიმს ჰარდენს აქვს ეგეთ წვეტი. ჯეიმს ჰარდენს კი ბატონო. და ქონია როდესმე მოშვებული? კი, დიდი წვერი მქონდა ახალგაზრდობაში. ეს ახალგაზრდობა უკვე ხო ჩემთვის ყველაფერი ახალგაზრდობა პირდაპირ მოყევი ხო. ციბერეში მაშინ რა როგორ არის წარსულში. ულვაში ქონია? ულვაში კი. მარტო ულვაში გიხდებოდა? თუ ულვაში ეგრე იზრდება? არ მიხდებოდა, პრინციპულად ვატარებდი. ანუ ჯინაზე? ჯარში ხა ქართველი რო ხარ ულვაში უნდა გქონდეს რა. რაღაცა ესეთი. იმიტომ გვიგრძალავდნენ და ითვლებოდა რომ მაგარი ტიპი ხარ თუ მაინც გააქვს. და ისა ბლანჟე ბლანჟე არა. ბლანჟეს როცა დიდ წვერი მაქვს, ყოველთვის გავიპარსო, ცოტას დავიტოვებ და ოჯახს ვაშინებ. კარგად თუ არ მოიქცევით ესე ვიული ხო? ბიჭო, ულვაში არ მოგიხდებოდა ხო? არ მიხდებოდა არა კაცო. ესეთი ჰიტლერის ულვაშები? მოვიტან სურათებს და გაჩვენებთ. ბაბუა ჩემს გქონდა ნიკიფორეს ეგრე ჰიტლერის ულვაში. ხო. რატო აღარ ამბობთ რომ გამოიწერეთ და რატო არ ამბობ? ხო, მართლა რატო არ ამბობ? რა ვიცი. გამოიწერეთ ბაბუა შენის ულვაშები გამოგაწერეთ. და ლაიქეთ. რა გამოიწერეთ? ეს არხი, ეს ვიდეო, ფოტოსინთეზი, ჯაფარას პოდკასტი, კაცები კლიპსი, ზოგადად კარგია თუ YouTube-ს უყურებთ. ამის გარდა ჩვენ გვაქვს TikTok-ი, აუცილებლად გამოიწერეთ. Instagram-ი გვაქვს საკაიფო, Instagram-ი მართლა, აი რა ვიცი. ეხა მე რო Instagram რამდენი Instagram-ი გაქვს შენ ნახით? Instagram-ში მე რო Instagram-ი გამიკვირდება. Instagram-ი და ყველაფერი გამოიწერეთ და შენ გაქვს Instagram-ი ისე? კი. ბაბუა შენს მარტო ულვაში ქონდა თუ მე ინსტაგრამი? ხა ორი Instagram. საიდან შეუვა? ერთი მაქვს ლაბაძის ძმის ქაბაბის, ერთი ხო, მაქვს. ნიკომ მითხრა. ხო, ნიკოს მე უთხარი გვაქვს თქო. და არა, გაიხარ. შენ ძმას არა. აბა. ჩემ შვილს.
შეიძლება შენ უთხარი რომ აქ და გაუხარდა? კარგია რო გვაქვს. მაგარი მენეჯერი ყავს. კი. გაახარა, რითი გაახარა. შემოსავალი აქ და რამე ეხლა ისა. ინსტაგრამი გვაქვს. ვიდეოც დავდეთ. ამ თვეში ხელფასები არის, მაგრამ ინსტაგრამი. ვა, კაი მეთოდია ხოჭა. ლაბაძის ქაბაბი გამოიწერეთ. კინდერი გაქვთ? ტინდერი გვაქვს. ლაბაძის ძმის. ლაბაძის ძმის ტინდერი. ტინდერი კიდე არის? კიდე არის რა, ზაწავიდა. დაიხურა. დაიხურა არა ის არის. დაიხურა და ხურესო ხდება. დახურა. გამოყარეს ხალხი. გამოყარე. გაწალწალებულები. ვიცის დამოდიალო. ახალი ის ვერავინ ვერ ნახა რაღაც პერიოდში. რატო ივენთებს არაფერზე საკაბაბის ჯერ ეხა პირველი რაც გვაქვს მიტანი სერვისი ავამუშავეთ ბოტფუდზე ჯერ აი ამითი შემოვიფარგლებით მაგრამ სახალხო ივენთი ნაძვისხე უნდა დადგა ნაძვისხე უნდა დავდგა შავპარასკევს და გავაკეთოთ ნაძვისხე ეს მაგარ ხაზზე ზის. რაო რაც უნდა შავპარასკევს რამის. აი მასტერკარდით ვინც მოვა ეს გადაცემა ეს გადაცემულებზე რა. სხვა შორის ეს გადაცემა გავა შავი პარასკევის წინა დღეს ხო ხო რაღაცას გეგმავთ რა ჯერ არ ვიცი ძალიან ადრე მე დეკემბერში გამოაცხადე მოდი გადავიდეთ ნიუსებზე ნიუსები არის ამ დღეს რა მოხდა ვინ დაიბადა ვინ რა გაინა და ასე შემდეგ რა ჩატარდა რა აქცია იყო ხო რადგან წინასწარ ვიწერთ ამ გადაცემას ამიტომ აქტუალური ნიუსები არა გვაქვს ხვალვე არ იქნება ეს ნიუსები ახლა რაც არის აქტუალური ამიტომ ამ დღეს და ამ წელს ამ დროს რა მოხდა ეგ გვაქვს დღეს 1940 წლის 27 ნოემბერს ვინ დაიბადა როდის 27-ში 1940 ალა პურაჩოვა არა 86-ის უნდა იყოს არ არის ცოცხალი უნდა ყოფილიყო არ არის ცოცხალი თალია თუ კაცია კაცია ვა მაგარი თამაში გავაწოცხლე დიდი ხო მკვდარი კაცი 85 წლის მკვდარი კაცი სახიობი ც ც ო ნუ რეჟისორი სახიობი თან რეჟისორობდა თან მსახიობობდა მოუწევოდა მაგრამ იქნებოდა თან რეჟისორი სცენარისტის პროდიუსერი ხანიკეთ მოიცა და გარდაიცვალა 1973 წელს გაურკვეველ ვითარებაში. აჰა, ამაზე მეტი რა გავაკეთო. მოიცა 78-ში გარდაიცვალა. 73-ში. 13-ში. უიმე 33 წლის მოკვდა? აი ვერ გამოიწვა. 33 წლის. ნამდვილი სახელი და გვარი, სახელს არ გეტყვით. ჭანფანი. გვარი ბრუსლი. არა, ჭ ქართველია ჭზე. ჩვენ ჭანფანი, სვანია ჭანფანი. მევლუდ ჭანფანი. ალი ჭანფანი, ბრუსლია. ბრუსლია? კი. მართლა სვანი. ბრუსლი. კი, გიორგი მიჩისი მაგააკეთა ეს ნიუსი და. ვა, ბრუსლი ბიჭო, როგორ მევასებოდა რეჟისორი და სცენარისტიც იყო ბრუსლი? აი გარ ვიცოდი. მაგიტო ვერ გამოვიცანი, თორე რა. მამა იყო საოპერო მომღერალი. ესეთი საყვარელი ყვავილი იყო ქრიზანტემა, რატო არის აქ არ ვიცი. მეგობრობის სიმიდან ავკაცო. მეგობრობის დღიურა. და იმან და ჯეკი ჩანმა დაუხატა კურდღელი. და ღალატს ვერაპატიებდა მეგობარს. არც პატიონდა მაგის ფილმებს თუ გადანებთ, მაგის ფილოსოფიურ ფილმებს. 1895 წელს შემდეგი ამბავი. ეს რო გარდაიცვალა, თქვენ 10 დაბადებულები არის. არა, მე არა და ბრუსლის პლაკატი მქონდა. მე ეს კაცო აბა? შავ-თეთრი. კი. ფოტო ქაღალდზე დაბეჭდილი. მალე რო გახვდა. რა თქმა უნდა, აბა. 1995 წელს აბა ეს კაცი ვინ არის? გკითხეთ. შვედურ ნორვეგიულ კლუბში ხელმოწერა მოხდა და რა აბა თუ იცით? თოლი მოიყვანა ამ კაცმა. არა, ხო შვედურ ნორვეგიული წელს 1895-ში.
ნობელის პრემია დაარსეს. მართალია, ნობელმა მთელი თავის ქონება გადასცა კომიტეტს, რომელიც მე ნობელის ისე კომიტეტს. ეს არის ნობელი, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა სხვათა შორის და სახლის არის ნანახი აწერია აქ ცხოვრობდა ალფრედ ნობელი. აბა ამაზე რა ლეგენდა არის თუც. ლეგენდა რა მე ვიცი რომ დინამიტი ამის წარმოებდა და დინამიტი ამის გამოგონილია. სამთო რაზე იცი რატო არ გაიცემა ნობელის პრემია მათემატიკაში. მათემატიკოსებზე არა. სოლის საყვარელი იყო მათემატიკოსი და მათემატიკოსებზე იყო ხო, მაგრამ მე ესეთია ლეგენდა. იმიტომ რომ მე რო ჩავუღრმავდი არც გეოლოგებზე არ გაიცემა და ამდენი საყვარელი ხო, თუ ხავდა. ესეთი ბოზანდარა ქალეს არ გამოვრიცა. ხო, მაგრამ ხო შეიძლება იმ მათემატიკოს მეორადი ფაკულტეტი თუ მაინც ბოზომას არ მივაწვეთ ამ კაცის განათლებას. კი ბატონო, ხო. ფიროსმანს არ გავს. არა. არა. მართლა არ გავს არა. არანაირად. გავს ფიროსმანს. ფოტო იმ გავს. თავისი სულიერებით. სიკეთით 1922 წელს BBC-მ მოაწყო პირველი მაუწყებლობა. ვა. კომპანიამ პირველი რადიო გადაცემა ლონდონის მსმენელებისთვის გაუშვა, თუმცა ჯერ არ ქონდა ლიცენზია და ისე გაუშვა. რადიო მეკობრე, ესე ქვიათ მაგას. ხო. ვისაც ლიცენზია არ აქვს და ისე მაუწყებლობა. ან BBC რადიოთი დაიწყო? კი, BBC. აბა რითი გეგონა შე. რეგულარული ტელევიზია. გაზეთი. ჩვენ გვეკონა რომ გაზეთი. ბიჭო, მაგრამ არც პარლამენტში რო განიხილავენ, მაუწყებლობა უნდა მისცენ ვიღაცას, რადიოს რა არის არიციან. ჰა? არა, ნახე რა ჩვენ ვართ პარლამენტში. ვიცი რასაც ამბობს, მაგრამ რატო ამბობს ეგ მაგ? თორე რას ამბობს მაგას კიდევ ხო? რატო ამბობს ეგ სულ სხვა სფეროდა. რატომ მითრევს მე? რას გვერდში? რას გვერდში სამას? ამბობს რა არის ეს ხო ის არის სოფისტური კლუბი ხო არის ერთგვარი ჩვენ. ამიტომ ყველანაირად უნდა შეხედო. ხო არ გინდოდა. ხო გაინტერესებდა მე. ეხა შენ კითხე რატო ამბობო და ეხა მიდი და ეთახმე კი. არა, ჯეკი კლუბი, როგორი კლუბი ვართო? სოფისტური. ეს სოფისტური, კაია თუ რამე მოდი ყველაფერი თქვი ბარემ და ამას ამოვჭი. გადავდეთ. ეს სოფისტური კლუბი, კაია თუ რამე გარყვნილი. ანუ რამე თანხა გვეკუთვნის. არა, კაი იყო რაღაც პერიოდი, მაგრამ მე სოკრატემ ისაკნა, შავი პიარი აუგორა და ეხლა ვინ? წოდათი. სოკრატე. სოკრატეს დონდელი არის სოფისტური. უფრო ძველი. ისე კაი ხალხი. ანუ ჩვენც ჩვენაირი ხალხი იყო რა, რაღაც თემას რო შეაგდებდნენ ყველა. იუთუბერები. მაშინდელი ძველი ბერძენი იუტუბერები. ხო. ამოცანა არ ქონდათ რომ რამე დასკვნა დაედოთ. თავარი იყო რომ ეს თემა იბურთავებია. კონსულტანტები ვით რა, აი კონსულტანტები როგორ მოვიცით რას გირჩევთ და რაღაცა აი მე გირჩევთ რომ ცოტა წესიერად რაღაცა და იცი რა და უფრო აქტიურად რო იმუშავა. სოკრატემ მაგით ჩაძირა მე რომ ფილოსოფია მოიგონა რომ ფილოსოფია რომ ჭეშმარიტი რაღაცა გამოიყვანა შეიძლება და სოფისტებს ეგ არ აინტერესებს. უბრალოდ ლაპარაკი უკვე. კი ბატონო. და ესე დაუმსახურებლად მიუჩინეს ადგილი ისტორიის სანაკვეს. ეს პატარა ის ისტორიული ეს აი აქ ჩამიჭერი. უბრალოდ ფილოსოფიის სანაკვე. არა, აი აქ ესეც ხომი. ოჰ, ესეც იყოს. კაია. რაღაცა თალკე რუბრიკა რო გაუკეთოთ. ჩვენც ხო ვიზ ნიუსები მორჩება. სტუმარი და მე ჯანელა ის ჯანელს ფილოსოფიური საუბრები. საბერძნეთი სოფისტიკური საუბრები. გიორგი ჯანელიძესთან ერთად. ჩვენც ხო ვიზ სოფისტიკა გიოსთან. არ ჭირდება. გაიცა რა ვიზე იმენ. მე მომას თუ არ გაინტერესებს. რა ვიზე მარტო გაინტერესებს. რა ვიზე იმენ. ჯანი სანამ პოსტები იცოდე რომ დაგცე. რა ვიზე იმენ. ო არასოდეს. შენც ზეიმობდი. ხო და გამახსენე მეხსიერებაში როგორ დამცინოს მაგრამ მიდი რა ვიზე. სანამ პირველი არხიდან ჩვენ გამოგვიშვენ რაღაცა ის იყო 100 წლის თავი იყო რადიოს თუ რაღაც აღინიშნებოდა. ბანერებიც იყო
გაკრული. ხო, იყო და? 100 წლის თავი. ხო და იქნებოდა 100 წლის თავი, აგერო 25-ში თუ იყო. 22-ში თუ ლონდონში იყო, თუ ჩვენთანაც მალე ყოფილა. რა თქმა უნდა. ეხლა არის 26-ი და ანუ 4 წელიწადში თბილისშიც მალე და და? ანუ არა, ნუ ძალიან არ ჩამოურჩით BBC-ს რადიოს. ჩვენი რადიოს პირველი. ამის თქმა უნდა და გიგას. ხო, ამის თქმა უნდა. აღონ ცოტა რთულად. ჩამოვრჩით რა, გიგა როგორც ამბობს. შეიძლება თითქმის ერთი და იგივე დროს, შეიძლება დავასწარით. არ გამოურიცხავ. კოვიდის დროს თუ აღინიშნა ჩვენთან 100 წლის თავი შეიძლება, მაგრამ 80 ხო არ აღინიშნა და არას. რატო ლაპარაკობთ ამ თემაზე? რადიოა თემა. აი, მაგრამ სასაცილო უნდა ვთქვათ რაღაცა. რა ვჭობთ 100 წელი რამდენი ხანია გავიდა? არა, არ კი ბატონო რა. თან არ მოწონს თქვენ არაფერი თქვენ არ გაიგეთ. მარტო რიარია და დროს ტარება. ვახახა უხუხუ. და ჩერო ჩაერდე რა კენი. რა მიიღე აი ყველაფრის. ძალიან რო გაინტერესებს. ადამიანს უნდა რაღაცა ამოთქვას და ხო და გავიქცა რომ ეწევით იქამო. ხო და წელს ყოფილა 100 წელი ჩვენ. ანუ იმ ბანარებზე სხვა რამე ეწერა. იქ ვემზადებო. ხო, ანუ მალე. ვემზად ჩვენ ვერ მოვესწარით. ბიჭო, ყველაფერს აღარ ამოწმებს თორე ეს, აი გვაბოლებს მაგრა. კი კაცო ეს იმენა ისა. ბანერი ნახე და რას გაბოლე. კი, მეც მახსოვს რომ ბანერი ნახე. მახსოვს რომ მე საკუთრო ბანერი ნახე. იმიტომ რომ გამოხვედი მითხარი რომ ესეთი ბანერი ნახე. მე უთხარი რა კარგი რამე გინა. წამოვედი სახე. აი ეს ის არის რომ დაკი. აი ეს არის ისე. არა, რო გამწყილებდა. მახსოვს კაცო. გაჩაო. ეხა უკვე დათოსფეროდან აქ ვერაფერს ვერ ეტყვი, იმიტომ რომ ამას ისა. ხო, ეხა ეს დაიწყეს და შენაყელი. 1915 წელს მოსკოვში სტახანოველების პირველი საკავშირო შეკრება გაიმართა. სტახანოველები იყვნენ საბჭოთა მუშები, რომლებიც გეგმას გადაჭარბებით ასრულებდნენ თვითონ ალექსეი ყოფილა სტახანოვი, ეს კი, რომელმაც დაუტირენ ქვანახშირს. ხო, ნუ ნორმა იყო 7 ტონა. როგორ ვებდნენ რამდენი? უნდა მოინგრია რა. ამან 102 ტონა ფოტოზე ჩანს. რა 7 ტონა? არა, 7 ტონას როგორ აგროვებდნენ თქო რთულია. სტახანოვ. ამით ანგრევდნენ იმ თუ ვიცი, მაგრამ 7 ტონა ბევრია. ძალიან ბევრია, რა თქო და ამან 102 ტონა მე ეხლა მინდა გითხრა ბავშვობაში არც ისე ბევრია. ბავშვობაში და მაინტერესა როცა ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის პერიოდში სკოლაში ვიყავ ეს ამბავი რომელიღაც გაკვეთილზე წავიკითხე თუ რაღაცა იყო და მაინტერესა ესე როგორ ასრულებდნენ თქო ეგრე არის ყოველთვის ის რომ მიეღოთ ჯილდო თელი კოლმეურნევის ამის სახელზე შექონდათ ჩაი ჩვენ შემთხვევაში და იქ ალბათ ნახშირი და თუმცა ის არ ნიშნავს რომ ბევრს არ მუშაობდა ეს ადამიანი მაგრამ 102 ტონა ნამეტანი ეხლა 7 ტონას რაც შეეხება 7 ტონა ნახში არის 1 კუბური მეტრი ანუ 1-1-ზე 1 მეტრზე რო შეანგრიო რაც არ არის ისეთ შეუსრულებელი ამოცანა არ არის რა. ვიდა კოსტუმის რატო იტა იმაში ნახშირის. იმიტომ რომ ჟურნალისტი არის შესული და იქ გრიმიორი დგას უკან და აქეთ ცეკას მდივანი უყურებს და ერთი ამბობს. აი ეს არის სტახანოვი? ხო, თორე ესე თეთრსახიანი ის მე მაღაროელი დედას არ ყავს ნანა. ბანილი და სულ. მე გააუმჯობესა. ეგას. ბევრჯერ აიღო მე თვითონ. ორჯერ და მე ვიღაცამ 600 ტონა გააკეთა და მე იმის შეჯიბრიც დაიჭირეს ის. არა, იმის შეჯიბრიც ალკე იყო მე. ხო, მაგრამ ეს სტახანოვი ისეთი არის, რა მე ბავშვი ყველაზე ისე ხო ეგრე ხო. არა, მან გამოთქმაც იყო, რომ აი არ გეზარება სტახანოველი ხარ. მე დაიწყო რანაირი მოძრაობა, იცი? ეს სტახანოველები რაღაც დროს უსწრებდნენ. ეხა 7-ის მაგვირად 100 ტონა რო გამოიტანა, იმან ხო 10 დღით წინ წაიწია. და აი თქვა 40 წელში ვიღაცა იყო 1951-ია მის კალენდარზე. ესე იცახდნენ ამ სტახანოველებს. აი, იმიტომ რომ კალენდარს საზღვრავდნენ ნამუშევრით. იყვნენ სტახანოველი ძროხები მაგალითად, აი რომელიღაც ძროხა, ბევრს იწვევდა არის სტახანოველი და მოკლედ რა, ეს ხო სტახანოველი იქნება და ბევრს მახაო. ბევრს მუშაობს.
კი. ხო, რაღაცა ახალი რუბრიკა მოგვაქვს. საუბრები ქვანა ხშირს. შემდეგი, რა ვიცი, ჩამიქრია. სოფისტიკური საუბრები ქვანა. შემდეგი ისევ დათოსვიმიდან, რა ქვია, მიმართულებიდან 1900 ჩემი რახან ჭიათურაში მაღაროებია, იმიტომ? არა, ასაკით უწევდა რა, საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდხანს მამა შენი ჩემი ცხოვრება. დაიბადა მაგ წელს სხვათა შორის. აი, ხო ხედავ მაგიტომ. 1957 წელს. აჰა, აჰა. უკვე მომიახლოვდა. იზვესტიაში მე გამოწერილი გქონდა. პირველად გამოჩნდა ლოზუნგი. ლოზუნგი? დავეციოთ და გაუსწროთ კაპიტალიზმს. მაგ ლოზუნგებში ხო ცხოვრობდი შენ. მეც მოვესწავლე დავეციოთ და გადავუსვოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეც ეგრე მახსოვს. საბჭოთა კავშირში სექსი არ არის, ეგ ლოზუნგი გახსოვს? ეგ ლოზუნგი არის, ეგ ჭეშმარიტება იყო. მე არ მინახავს რომ კედელზე ეწეროს რომ დიდად საბჭოთა კავშირში სექსი არ არის. ისე კულუარებში იცოდა ხალხი. 80-იან წლებში რაღაც ტელეხიდის დროს თქვა ერთ-ერთმა ხო საბჭოთა კავშირის მაგით დაიწყო წინადადება და ვერ დაამთავრა, იმიტომ სიცილია ხდა და ბოლო სიტყვები არ. ანუ მაგას მოვესწარი თვითონ ეგ ფრაზა რომ დაიბადა მოვესწარი და ესე ლოზუნგი არ გამხდარა. ყოველთვის სასაცილო ფრაზა იყო. სასაცილო ლოზუნგი. ეს ხო სასაცილო გადაცემაა. და მე მახსოვს კარგა ხანი საბჭოთა კავშირში ეკონომიკის მდგომარეობას ადარებდნენ 1913 წლის რუსეთის იმპერიის ეკონომიურ მახასიათებლებს. 13-ის 14-ში მსოფლიო ომი დაიწყო. მსოფლიო ომამდელ მდგომარეობას ადარებდნენ 57-ში წარმოიდგინე. ბიჭო, აი 14 იანვრის. რამდენიმე თვით დაიხია უკან. მაგრამ დაიხია. არა 1913-ს ადარებდნენ, აი სტატისტიკური ძველი ისინი რომ ნახო, ყოველთვის ვედრებოდით 1913 წელს. და ბევრ რამეში ვერ ჯობ. გეხოწები ნახე და ბევრ რამეში გვიან დავეწინა. და ხრუშოვი ხალხს პირდებოდა რომ 1980 წელს აქ უკვე ჩვენც დაბადებულები ვართ. მე არა. ჩვენ კი. ხრუშოვი პირდებოდა ხალხს რომ უკვე კომუნიზმი იქნება უკვე. რომელ წლებშია? 80-ში უკვე იქნებაო ეუნებოდა ხალხს მანამდე. არისო? მე არ მახსოვს 5 წლის ვიყავ. არა, იყო რაღაცა ხელა იყავ. ჩანასახოვან მდგომარეობაში. 14 წელს ვიყავ. კაი დიდი ყინჩილაბიდი იყო. რო გამერჩია კომუნიზმი და არა კომუნიზმი მაგას ვიყავ. ვერ გამოვაფარშე. რა, მე 2 წლის ვიყავ. შენ 2 წლის იყავ. ხო და ბიჭო კომუნიზმი თან რაღაცნაირად გვიხაროდა რომ კომუნიზმი მოვიდოდა ჩვენ ხო ბნელები ვიყავით იმიტომ რომ აღარ იქნებოდა ფული და რასაც კიდოდა შევხვიდოდი მაღაზიაში და აიღებდი და მე რამდენიმე რაღაცა უკვე დაგულიებული რო კომუნიზმი რო დადგება შევალდა იმას გავიგებ. ბიჭო, აი დადადუდაშხიაში რო ის ათხრევინებს და იმი აი ზუსტად ეგრე არის რა, იმი იმედით რო არის. ეს იყო დღეისათვის ძველი ამბები, რაც ამ დღეს მოხდა. მაგალითად ყოფილა ეს. კი, ყოველ დღე რაღაცა ეგეთი იქნება. რუსლის დაბადების. გილოცავთ მართლა დაგვიანებით რუსლის ჩვენი კოლეგა მსახიობი და სცენარი. შენ მსახიობი ხარ? სტუმრის ნაწილზე უნდა გადავიდეთ. კაია რომ გისმენთ ახლა თქვენ, მაგრამ სტუმრის ნაწილზე უნდა გადავიდეთ. გადავიდეთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მორაგბე ბექა გორგაძე. გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ ახარ? გამარჯობა. შვენივრად სამზადისში. მზადებაში, ხო? კი, შაბათს ხო ეგ ამბავ. სერიოზული თამაშისთვის. იაპონია. რომელიც არც ისე დიდი ხანია რაც წამოიწია, ხო? მე ვიტყოდი უფრო აი 2015-ის მსოფლიოზე აფრიკა რო გააგდეს, მან დაიწყო მაგათი წინსვლა ზრდა და შემდეგში უკვე 19 მსოფლიო იაპონიაში გამართა, ანუ მაგათი რაგბის პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი ნაბიჯი იყო და დღეს უკვე ტოპ სპორტებში არის იაპონიაში, შეიძლება ითქვას რაგბი. ხო, მოწიეს ზემო? ხო, დაივასათ. დაივასათ და ბიჭო, უყვართ მაგათ, რა ვიცი, სუმოდ ჭიდაობა და აჯახება რა აჯახებაში რაღაცა არის ამაში რა. და სხვათა შორის ძალიან დიდი ინვესტიცია, ასე რომ ვთქვა, ჩადეს. გააკეთეს ესეთი ლიგა და წაიყვანეს ეს თველი ზელანდიელი, ავსტრალიელი, აფრიკელი ვარსკვლავები თავის დროზე
და შეიძლება ითქვას, რომ ანუ თან გადაიხადეს ცოდნაში და მაგით წამოწიეს იქაური ჩემპიონატის დონე და დღესაც ერთ-ერთი მოწინავე ჩემპიონატი არის, კი, ჩემპიონატი არის სოფლიოში, ცოტა თამაშს თამაშობენ, არაერთ ვარსკვლავს უთამაშია და დღემდე ასპარეზობს მათ ლიგაში. და კაი ისაა, რომ ცოტა თამაში აქვს რა ჩვენთან შედარებით. და ბევრს უხდიან. და ბევრს უხდიან ძალიან კი. იდეალური ფორმულა. მე რო ჩამიწყო. ანუ აი თქვენ რამდენ შენ სად თამაშობ? საფრანგეთში, ტოპ 14-ში. მან როგორ გიწევს? აუ ანუ აი თვეში თუ როგორ არის არ ვიცი რა. ახლა დავასრულეთ პირველი ბლოკი. 9 თამაში იყო ზედიზედ, მომხანაგურებს თუ არ ჩავხდით. ზედიზედ ანუ რამდენ დღეს ტოვებთ? ანუ ყოველ შაბათს, ასე ყოველ კვირაზე რო ვთქვათ. და ნუ მიდის მსგავსი რუტინა, დაიწყო აგვისტოში დაიწყო და ახლა მორჩა პირველი ბლოკი, სანამ სანაკრებო ფანჯარა გაიხსნა, ასე რომ ვთქვათ. და იაპონიაში თამაშობენ დაუშვათ 4. არა, იაპონიაში სულ გვიან იწყებენ. არა, ინტენსივობა არის, რომ იქ 4-ს თამაშობენ. სულ თამაშობენ, თუ სწორად მახსოვს 12 თამაშს რაღაცა. და თქვენ მარტო ერთი მაშინ ჩვენ ერთ ბლოკში ჩვენ თამაშობთ 26 თამაშს მარტო ტოპ 14-ის. და მე ევროპის ჩემპიონატი ემატება ამას და ნუ ამხანაგურები და ავდივართ 32 პლუს თამაში. სადღაც დაგიჭირეთ რომ მიდიხარ ხო ეგრევე სადღაც. ანუ სუტროსი კიდნახის. რამე რო იმას რა. ჩვენც ეგ მაგრეჯეში ვართ. თამაში კი არა უკვე სამსახურია. რეალობა ეგეთია. სამსახური. იმათ შობას თამაშობთ. თამაშია რა 12 რა. შობის საშობაო თამაშები ახალ წელს თამაშობთ. ვინმე ქართველი არის იაპონიაში? იაპონიაში ახლა აღარ არის. ორი ქართული მოთამაშე თამაშობდა, როცა მათი ფრენჩაიზი იყო სუპერაგში, სუპერაგში თამაშობდა შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ჯავა ბრეგვაძე იყო, ჰუკერი და ნიკოლოზ ხატიაშვილი ბურჯი გამოცადეს ეს სასწაული გამოცდილება იაპონიაში თამაშით. კი, ისე სოფლიოზე შენ პატარა იყავი ჯერ თუ იყავი? 2019-ში? იაპონიაში რაც არა, ვითამაშე. ვითამაშე? კი. 15-ში ვიყავი ცოტა პატარა. მან მახსოვს ისა დღისი ტარდებოდა სიცხეში რამდენიმე თამაში. და ბევრი მაყურებელი რო ესწრებოდა ვიღაცამ შავი პიარი აუგურა რომ ბავშვები მოყავთ ძალით რა. საფურებულა. მსგავსი სურათი, კი, მსგავსი სურათი გვხვდებოდა. ანუ დაუჯერებ, მაგრამ უპასუხ. ასპირაცია. ანუ ცარიელი იყო სტადიონი. არა, ცარიელი ნამდვილად არ იყო. ან მაგიტო ამბობ, რომ ანუ ზრდის პროცესში იყო იაპონური რაგბიდან, კარგი სურათი საჩვენებლად, აი თვალსაჩინო იყო რაღაც მომენტში, რომ ხო, უზარმაზარი სტადიონები იყო. ხო, სოფლიო ჩემპიონატი რო არის, მასპინძლის თამაშზე იფსება გასაგებია, მაგრამ ზელანდიაზე საქართველოს ურუგვაიზე ხო იაპონიაში საიდან უნდა გავსებული იყო და ზუსტად მაგაზე საუბარ და ანუ ეთყობა ახლა ერთ ფორმაში დასმული ბევრი ბავშვი რომ ერთ ადგილას ზის ხო, ნუ აგერ ჩვენთანაც იყო ის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში და საქართველოს ნაკრები როცა არ თამაშობდა, ცარიელი იყო ეს დარბაზი. რამდენიდან თამაშობ? მე დავიწყე 7 წლის ასაკში. აი. კი, მანამდე ვითამაშე ცოტა ხანი ფეხბურთი. იდამეც მოასწარი. 4-დან. სანამ სიარულს დაიწყებდი რას თამაშობ. გვიან დავიწყე სიარული, ფეხებზე მქონდა პრობლემები სულ პატარაობიდან და და მე აიშვა და რომელი კლუბიდან დაიწყე? რუსთავის ხარებში დავიწყე მე თამაში. შენ 18 წლის ასაკში წავედი უკვე საფრანგეთში მონდემარსანში. მონდემარსანიდან ბორდოში და ახლა მოგები პოში. მაინტერესებს. მე ადრე რაგბიზე არ დავდიოდი, გაზეთში კითხულობდი იმას. ხარებზე რა მაგის წვადი კაია რაღაც. ხო და რუსთავში სტადიონის ადგილს ეძახდნენ ბოჭკები, ესე ძენ. არის რამე ეგეთი ბოჭკები, ან კასრები. შეიძლება ძველი სტადიონი იყოს. ძველზე დავიწყე იდეაში მე, მაგრამ მსგავსი სახელის რა მე რესტორანი ყარე უგედით კასრები. შეიძლება რაღაც ლუდის ქარხანა იყო. ლუდის ქარხანა, არა, პურის ქარხანა იყო გვერდზე. არ ვიცი, ვერ გეტყვით ბოჭკებზე, მაგრამ გაიხსენე, არ შეგეშვება, რამე გაიხსენე. რა მოატყვილე, კი, კითხული ხარ. ეგეც ამოგვეს რუსთავს რაღაცა. არ გამორიცხავ ნამდვილად. არ მახსოვს კი. იცი რა მაინტერესებს? რაპს აქვს ძალიან რთული წესები, ხო? კი. და ბევრი. კი, და წლიდან წლამდე იცვლება, იმატება.
რამე საკლებე? რო თამაშობ. იცი რომ რა საშავებ ან რას არა? კი, რა საშავებ და რას არა კი, მაგრამ ანუ მართლა წლიდან წლამდე იმდენი წესი იცვლება, ემატება, რაღაცა ზედა პლანზე ამოდის, რაღაცას აღარ მსაჯობენ. ყველაფერი ვერ გიცოდინება. მარტო ზოგი ესეთი წესია, რომ ყველაფერი არა, ყველა წესი არ ვიცი და ვინც იტყვის რომ ყველა წესი ვიციო, აი შეგიძლიათ რომ ეჭვის თვალით შეხედოთ. ყველა წესი იცოდა. საჯი. ხო, როგორი? ნიკა ამაშუკელი? ნიკა ამაშუკელი წესები. აქედან რომ გავიდე უკვე ჩეთვი დახვდა. ბიჭო, მე რა მინდა იცი სულ რომ შემოგთავაზოთ ეს წესები თუ ძნელი დასამახსოვრებელია. აი გზაზე მოძრაობის ნიშნები როა ეგეთები რომ დადგაცდადიოზე. ან არა, რამზე რომ შედიხარ რომ ჩააბარო რა. როგორც მართვის მოწმობა. ეგ იქნებოდა გამოსავალი რაღაც ხრივ. მაგრამ მე ბევრი წესია რომ არ ვჭირდება ესე, შეიძლება ისე ჩამოთავროთ სეზონი რომ ანუ იმ წესთან შეგე მარტო მოციოს კი. ყველა სპორტში ეხლა მანქანის ტარებაში უფრო მეტი წესია თუ მაინტერესებს. აი დგომაზე არის ჯარიმები ხარ. აუ ეს მაგრამ წვნელი დაგაჯარიმოს მაგაზე. სადაც არ შეიძლება მოქმედობისთვის. არ ჩაგერიცხება იმთვის. დაგაჯარებს ექცემს ხაზი რო ისე უკან წავიდეს და შენ წინ დარჩიან. ის არის რა ქვია ყველა სპორტი თანამედროვე იმაში რეალობაში აჩქარებულია ყველაფერი და ყველა ცდილობენ რომ სპორტი გაამარტიონ თუ გააჩქარონ სანახაობრივი გახადოთ. ხო და თან ცოტა შეამოკლონ რა და რაგბი მით უმეტეს რაგბში მით უმეტეს ძალიან ბევრი ზუსტად მაგიტო დაიწყო ამ წესების ცვლილება მაგრამ აი რა ვიცი რა გითხრათ ხა მსოფლიოზე კიდე ახალი წესები შემოვიტანეს ვითომ ეს ვიდეო რეფერის დროს ძალიან დიდი დრომი აქვს. ხო, ნუ არ ვიცი რა ხან დიდი დრომი აქვს. შემოვიტანეს ბუნკერი დაარქვეს, რომ მოთამაშე ავტომატურად იღებდა ყვითელ ბარათს, გადიოდა სიმბიზე აწუთიანზე და შემდეგ ანიხილებოდა უკვე ამ ბუნკერში ის წითელზე შეიცვლებოდა თუ დარჩებოდა ყვითელი. და ბევრი მსგავსი წესი შემოვიტანეს ხა წელსაც საფრანგეთში ჩვენ ლიგაში ცოტა შედარებით სხვანაირი მსაჯობა მიდის ვიდრე საერთაშორისო დონეზე. იქაც აი ახალი წესები აი სხვანაირი საჯობა ანუ მეტის უფლებას აძლევენ თუ რო არა აი მაგალითად ამ წელს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა შერკინებას შეგდებას 9 ნუ გამთამაშებლინა 9 ნუ მე როგორ შეაგდებს სპორტს სტადიონი მოწევა შეიძლება ეგეც ხოთა შორის და აი რა ვიცი 10 გრადუსით ცოტა ჩვენ მხარეს რო შემოაგდოს უკვე თავისუფალი ან ძალიან ისეთი ბევრი უაზრო ჯარი კი გაამკაცრეს ტრანსპორტი რითი და ეგრე ზირთად ხოლმე პირველ ბლოკში აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას და მე ზოგი წესი ცოტა მიავიწყდებათ ხოლმე ცოტა აღარ აქცევენ ყურადღებას შენ რა ნომერი ხარ 8 ნომერი მესამე ხაზი კაპიტანი ხარ ამჯერად კი ხო და მესამე ხაზი ხო კარგი მაგალითი რა არის სპორტის აჩქარების და პროგრესის YouTube-ზე არის ესეთი ვიდეო ოლიმპიური ჩემპიონები ქალთა ტანვარჯიშში რა ილეთებს აკეთებდნენ ოლიმპიადების მიხედვით იმაზე ძელზე რო და 52 წლის ოლიმპიადაზე ვინც გამოდის რო ნახო რჩებას თავისწინება რომ ცდილობს უბრალოდ არ ჩამოვარ არც არცტრია ესა და ეხა ასulis და ყველა სახეობაში ეგრე. კი, ძველი ჩანწერები რო ნახავ ლეგენდარო არის ვიღაცა რა რაღაცა სპორტის ხა მე ჩოგბურთი მიყვარს. ხო, ჩოგბურთიც. გორგი იყო და ლეივერი და რო ნახავ რაღაც ამას ხო მეც მოუგეფარი და კი, არა ევოლუციას აშკარად განიცდის ყველა სპორტი. ნუ თვითონ მაგრამ ეს რაგბი როგორ უნდა აჩქარონ ტიპი ისე აი რავი მე შეჩერებული დრო რო აჩქარდეს ანუ უფრო აი მარტივ პრობლემა არის იმაში რა თვითონ აი ხა საფრანგეთის top 15 არის ელიტარული ლიგა ასე რომ ვთქვათ ელიტსოფლიოში ერთ-ერთი ყველა ცნობილი და რთული სადაც ყველა ქვეყნიდან მოდის მოთამაშე სათამაშოდ ხო ვიცახით რომ 80 წუთიანი არის თამაში საშუალო bowling play რასაც ქვია ანუ როცა ბურთი თამაში არის რეალურად საშუალო არის 34 წუთი მართლა ხო ანუ ის დანარჩენი 45 წუთი 46 წუთი მიდის ბალამუტი და ის აი ჩვენი გადაცემას ავიტყობთ ბურთში 60-ზე ნაკლებია სუფთად ხო და ანუ აი საერთაშორისო დონეზე ძირითადად ეხლა დიდი გუნდები როცა თამაშობენ 40-ად ხდება და ანუ ეგ ძალიან დიდ სხვაობას იძლევა თუნდაც 2-3-4 და 5 წუთზე მეტი თუ არის სათამაშო დრო ანუ ძალიან დიდი სხვაობა არის თვითონ მაყურებლისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან დაბოლენია
და იმაში რა ქვია ლიგებში პირველი ყველაზე ისეთი პრესტიჟულად არის ეგრე რომ აი რა საფრანგეთის ლიგა ყველა თუ ბრიტანეთი თუ ბრიტანეთი არა საფრანგეთი აღარ წინ არის გადაასწრო ბოლო წლებია ტულუზა არის ბოლო ან შარშან მოიგო ბორდომ ევროპის ჩემპიონატი იმისინ ტულუზა მოიგო ორჯერ თუ არ ვცდები ლაროშელან ფრანგული კლუბები იგებენ ბოლო წლებია ეგეთი მაღალი დონეა კი შიდა იმას კი და სტადიონები სუსავსეა ხო კი საფრანგეთს ყავს ყველაზე კარგი პუბლიკაც ხო იქ ზელანდიაზე და იმაზე კი ხო რა იქ საერთაშორისოზე აქედან ესე ჩანს რომ იქ მარტო მაგითი ცხოვრობენ რა აქედან ჩანს რომ აი ზელანდიაში და და იმაში საინტერესო სტატისტიკა თვითონ საფრანგეთის რაგმა დადო ახლახანს ანუ რაგბის თამაშს უფრო მეტი ტელემაყურებელი ყავს ვიდრე ფეხბურთისას კი საფრანგეთში რაც გასაკვირია თან ბაპე ყავთ ფეხბურთში და არა და თან ნუ ფეხბურთი არა ვიცი და ყვარაცხელია ბიჭო ისტორია ჩავამატე ეცი მბაპე ყვარაცხელია ჩვენ უყურებთ ძალიან დიდ პატივს ემენ სხვათა შორის ყვარას ძალიან აფასებენ და ძალიან ხო რაც გადმოვიდა იქნება ეგ ამბავი ქალაქში ხარიქა მე ვარ პოში სამხრეთ დასავლეთში კი პატარა ქალაქი არის რა ხდება გართობა რა ხდება აი ხო ეხა მოდი საქმეს ანუ ეგეთი პატარაა რომ გართობა არ არის თუ გართობა არ არის პირდაპირ ვითხრათ მაგრამ მივდივარ მაგრამ 1 საათის რადიუსში მაქვს მთაც კურორტებიც და ოკეანეც ბიარისი ასე შემდეგ ასე კარგი ადგილია გირჩევი იდეალური კი ან ჩემთვის პირადად მეც არ ვარ დიდი ქალაქების მოყვარული მაინც და მაინც ძალიან კარგი ადგილას ვიმყოფები შეიძლება ითქვას ფრანგული სწავლე კი ფრანგული კარგი აი საკაიფოდ ლაპარაკობ კი ანუ რო ჩამოვიდეთ გავყვა გამბოყვა რაღაცა აუცილებლად მაღაზიაში შემომყვება მე თიზღვინო მომაწევდე არიქნება პრობლემა არა ნარი ყველი მინდა ისა ფაქტიურად 11 წელია უკვე იქ ვარ და კარგი ის იყო რომ პირველივე წელს ავითვისე კარგად მარტო ვიყავი ქართველი და ასე რომ თქვა იძულებული ვიყავ თან მინდოდა სულist ხონდა შენით ისწავლე ესე კი ხო მარტო მარტო ლაპარაკობ ადვილია ეხლა ბიჭები ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მაგაცი ვინც სიტყვაზე მოუწიათ 5-6 ერთი კლუბია ორია კი რა ვიცი რაღაც პერიოდში 15-17 ქართველი იყო მაშინ აკადემიაში და ყველა ფრანგმა ისწავლა ქართული ცუდი სიტყვა მოი ჩამიგდე ხო და მაგას ინტეგრაციას ცოტა ხელს უშლის და ინსტაულას ყველგან ეგრეა ხო როცა მარტო ხარ მე და მეც ანუ აი მაგ პირველ წელს რო ბაზა შევკარი ნუ მე გამიადულა მაგ ბაზაზე დაშენება ასე რომ ვთქვა სამზარეულო ხო კარგია ფრანგების სათევზაო ადგილები არის სათევზაოები კი დავებე ზაობ არა სხვათა შორის სხვა რა სპორტი უნდა ვცადოთ გამოდით სხვა რა სპორტი ხარ დაკავებული თათუ არის რეალე კი აუჩი სერფინგი ან რაღაც კი მაქსიმალურად ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო ცხოვრებაში რა თქმა უნდა სიფრთხილით მაგრამ ის ხელამ კლავია არა ბიჭო ეს დიდი ფეხია გამოწეული ხია გაუტანი ჟილეტი აქვს სნოუბორდზე დავარ შევადა რომ ჩემი ხელი ცოტა ის არის რატომე ტატუები მაქვს სცენარისტის ხელი და ხო სცენარისტის ადრე იყო ხოლმე კონტრაქტებში რომ ნუ არ შეიძლება ან ჩემი აზრით ცოტა თან ისე კრიტიკულად უყურებენ მაგ ფაქტს რომ მეც და თუნდაც სხვა მოთამაშეები ან სხვა სპორტმენები ეგეთ ექსტრემალურ სპორტში იღებენ მონაწილეობას მაგრამ აუ ჩემთვის იმ ხელმომნიშნულობა აქვს თუნდაც მაგ გადართვას რომ ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას და ნუ ბოლომდე ბორდი იმდენად მოხუძე ახლა თხილამურები უფრო კი მაგიტომ გადავიდი იდეაში თავიდან დიდი გამოცდილება არ მქონია თხილამურზე მაგრამ კოჭის ტრავმა რომ მივიღე პირველად მაგის შემდეგ გადავწყვიტე სნოუბორდზე ხო და აქ უფრო წელია და ხა შენ წელს არაფერი არ ემუქრება ისე ჯანზე ხარ ისა ტრამვიანია ხო რაგბი კი საკმაოდ ტრამვიანი არის სამწუხაროდ და დაზღვევა ანუ არაფრის არ არის იდეაში რა ყველაზე რთული ტრავმა რა მიგე ეცა მესამე პირის დაზღვევაც არ არის იმას რომ დაიტაკო გაფუჭდე დაჯახებები ისეთი ძალის არის დაჯახების სპორტი არის მაგრამ
ბევრი ტრავმა ისეც ხდება, მე ხა ჯვარდინი როცა მომივიდა მუხლზე, არ დავჯახებ, დაჯახებამდე მომივიდა იდეაში და ნუ ეგეთი ტკივილი და იმას შეტენებ. ნასვამი ის. გონზე რომ მოვედი, იმის ხელი მეჭირა კი და ანუ სიმწრისგან ვიყავი ჩაჭიდებული იმის ხელზე ხო, ნუ მოწინააღმდეგის კი ანუ მე როგორც კი ჩემპიონატში თუ ნაკრების თამაში. არა, ირლანდიასთან მომივიდა 2020 წელს. და მოწინააღმდეგის ხელი მოგლეჯილი გაჭირა თუ ის ება. უხელო გარბუნა იქ. არა, ნუ მე თან თვითონ ანუ მაგის სახე მახსოვს რომ ძალიან გაკვირვა აუცილებელი იყო ალბათ მიხვდა მე არ მახსოვს ეგ მომენტი პატარა მომენტი სიშავე იყო არ მახსოვს მე მომწერა მომიკითხა ნუ ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო იმისგანაც ჯვარედინი გამოვიარე კი 2017-ში მქონდა კოჭზე ტრავმა წესით არ უნდა ყოფილიყო ხანგრძლივი მაგრამ ერთი წელი დამჯერდა 3 ოპერაცია გავიკეთე მაშინ არ იყო ცნობილი ტრავმა ასე რომ ვთქვათ დღეს კიდე გამაზრებული არის ზუსტად მე მეათე კლასელი წელი ისი არ გავარო ყველა გუნდში აი მინიმუმ 2 მაინც არ იყოს და გაცილებით მარტივად იკურნება ჩემზე ცოტა გართულ და ну არიწოდნენ გამოსავალი შენზე დატესტეს შეიძლება ითქვას გახსნა რა ამაზე ხო ითქვას ну ზართული შენი სახელი უნდა დაარქვან მაგრამ სინდრომი გორგაძის კოჭი ეგეც გზრდის ეგეთ მომენტებიც გზრდის ნამდვილად ეს რა ეხა ეს მესამე ტაიმი იქაც იციან საფრანგეთში და რას იქ იციან თუ იციან რას უბეროთ რას სვამთ რას ჭამთ ლუდი ძირითადად ლუდი კაცო კი ლუდი რას ელოდებოდი აი რას ელოდებოდი სოფთებზე არის საფრანგეთი არა ყველა ვინო ნუ კონიაკი მადაურია ღვინო მადაურია შამპანური მადაურია და რაღა ლუდზე და ყველაზე ცუდი ლუდია არა ეგეც იმიტომ რომ ლაითად გადაგორდეს მაინც მესამე ტაიმი იმიტომ როგორც გითხარით ანუ იმ სიგრძე ბლოკები არის და ჩვენც ახლა ნუ უნდა იზრუნო შენ თავზე თუ არა ყოველ შაბათს რო ეგრე დაასრულო რთულია წლის ბოლოს უკვე ძალიან რთული არის ასე რომ იმიტომ რომ შაბათს დათვერი კვირას გამოხვედი ორ შაბათს ვარჯიშობ თელი კვირა ვარჯიშობ შაბათს თამაშობ ისე სუბუქი გამოსვლა კიდე გჭირდება სამ შაბათს იცებ ვარჯიშს მაინც ან ეს მესამე ტაიმს რო დაიწყო მე ვინ დაადგინა რომ მე 4 არ შეიძლება ძირითადად ჩემთან ვაგრძელებთ ეგრე გრძელდება ხოლმე ძირითადად და ნუ ეს არის რა ფრანგი ძმაკაცები ყავს კი სხვათა შორის კი ფრანგები წავს ქართველები წავს გუნდში იციან მაგათმა ვაფშე ძმაკაცობა აი ჭუბი რომ მოგივიდეს გუნდი წამოყვება მოდი ბევრი სიმედი არ უნდა გქონდეს არა ბევრი სიმედი არ უნდა გქონდეს მაგათთვის ჭუბი არ ხდება ასე რომ ვთქვა რა იმდენად თან დიდად საყოლა რო გიყურებ არც უნდა დაგჭირდეს შენ ეგეც არის და მეორეც ანუ თან მართლა საფრთხე თუ არის უბრალოდ ანუ ესე მუშტიკრივი ჭუბი ქუჩაში ვინმესთან რომ მოგივიდეს მართლა საფრთხე არის იმიტომ რომ შეიძლება სულ რომ ტყუანი იყოს შენ მოგიწევს იმის პენსიის ხდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ასე რომ მართლა ძალიან საფრთხილო თემა არის და ისეთ კაცს თუ ამოიჩენებ რომ პატარა პენსია ყოფნის ორო გიგირს ეგეც უნდა ისული იყო როგორ იცი აი ტელეფონს რომ გამარდების ამას დიდი პენსია არ იქნება აი ეხლა რა მაინტერესებს ისა ფრანგულ ცხოვრებას მიეჩვიე რაღაცა იქ მეზობლობა ისა გადავიდა გადმოვიდა ხაჭაპური მიუხა რაღაცები არის კი მსგავსი რაღაცები ხდება ობიანი ყველი გადმოუტანა ხო ახლახანს სხვადასხვა ახლახანს გადმოვიდა ჩემს გვერდით მეზობელი მანამდე ვიცხოვრობდა მაგ სახლში ძალიან კარგად ვიცნობდი ნუ გულშემატკივარი იყო რა პატარა ქალაქია ბევრი გულშემატკივრობს ეხაპოს და ერთ დღეს ნუ კარზე გაკუნია საღამოს ანუ არავის ველოდები ხო ვიცი ქართული ბიჭები არ არიან და ესე ძალიან იშვიათად თუ ვიღაც დაგაკუნებს ანუ არ ხდება რა ზოგადად ვალებ კარს და ნუ ბუჩკი ჩანს მარტო მეთქი რა ხდება და ახალი მეზობელი გადმოსულა კაცი სადაც ფურცელი ეჭირა თუმცა თავისი ეზოსი და მოგიკითხა მარტო ბუჩკი ჩანდა ხო რომ გავაღე და ნუ გამეცნო თვითონ გადმოცა ანტუან არა ჟაკი ერქოს ჟაკი ჟაკი ქვია კი და გადმოცა ეს თავისი სადაც ისე ქალაქში ყველა გწნობს ხო ძალიან დიდი მასა კი რაც სასიამოვნოა რაღაც სოციალური კომფორტი გააქვს პორტეზი მაგ პოსია კი
არა, ორტეზი არ არის პოსტმანი, პოსაგუნს ელანი ქვია, ელან ბეგნეზ, ასე ქვია და მე რო ჩავედი იმ წელს, ესე იგი კალათბურთის პირველ ლიგას თამაშობდა. ფეხბურთი მეორე ლიგაში იყო, ხელბურთი პირველ ლიგაში იყო და ჩვენც პირველ ლიგაში თამაშობდით, ხო? ეხლა ცოტა შეიცვალა. რამე სხვა საქმით არის ვინმე დაკავებული სპორტით. ანუ რამე ხასრულობა, მე ხასრულობა. საბათის ფურცლები. ისიც ახალგაზრდული იყო. ისიც არის სპორტში ჩაერთებული. ის მე ხელბურთში გადავიდა. სეზონის ბოლოს უკვე კარში იდგა. არა, იმად ამარაგები და სალატის ფურცლებით მე და სპორტსმენი. მაგ ფურცელს ვარჩევდი რა მინდო და ბიო ფურცელი მომიტანა როგორც ჩანს სავსე იყო მატლები თელი საღამო მაგას ვიყავდი. ვერა პატივსაცემად მინდოდა რომ მეთქვა რომ მართლა კარგი გემრიელი შენ მიუკითხე რამე ჟაკს. კი, ქართული ღვინო. ქართული ღვინო მივორთი. კი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. წარმატებას გისურვებ. სანამ კონკრეტულად იაპონელებთან დაგაბარებ რამეს, მანამდე ჩვენი სპონსორისგან და ჩვენგან საჩუქრები. ეს არის ნიკო რახორც პროდუქტები ჩვენი სპონსორი, იმის ცხვენი. აქ არის ნაირ-ნაირი შეხვებს თუ ეუბნები სოსისები. გეყოფავ, შენ ერთ ჭამაზე წესით გეყოფავ. ნები. დამეხმარებიან არის ხო? ამას ეხა რაღაცას დაამატებ. სადილი გამო. ამ დღეს გაიწანთავ. კარტოფილს. ბიჭო, ამას სულ რო ვაძლევთ ვიღაცას ამ კომაქს ეუბნებით ვინმეს თუ უკან მოგა. ეს ვინმე საჩუქე რო საჩუქე ბიჭო. აჟაკს გამოადგა. შეიძლება იაპონიასთანავე ვინმე. ჟაკს ესეც საჩუქე რო. ეს არის კომაგის პაკეტი. ეს მაისური შენ პატარა გექნება. ფრიზბი შეიძლება. ფრიზბიც მაგრამ შენ ამას რო ისური. ფრიზბიც არის კი. შენ მას 1 კილომეტრზე გადააგდებ რომ იგიშვა. ტაქსი გინდა რომ მოიწა. ფრიზბის მოყვარულიც ვარ კი ეს ხოთი შორის. ესეც ვინმე კომაქს მიეცი, შენ თუ არა რომ ძალიან დიდი მადლობა. ბიჭო, პატარა ზომა მაისური. დავტესტავ ასახის ფრიზბი არის. ლოგიში მაინც ჩაიცვა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები შაბათს გამარჯვება იაპონელების პატრიოტებს გვიყვარს, მაგრამ ახლა ჩვენი მოგებაც არა უმნიშვნელოვანესი. რა შანსი გვაქვს რომ მოვიგებთ? 90? კი. 15? ბოლო 5 თამაშიდან 3 გვაქვს მოგებული. ვა. 2013-დან დაახლოებით. მაგრამ ახლა ანუ მე-12 მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არის თამაში, რაც ძალიან დიდ როლს შეასრულებს მსოფლიო ჩემპიონატზე. კი, რომელ ჯგუფში მოხვდებით ასე რომ ანუ ორივეს მოსაგები გვაქვს რა. ორივეს მოსაგვებას კაცი ჭამებთან რო არ მოუხვდეთ მე. ორივეს მოსაგები და ისინი მე ფეხებზე მკიდრ. პირდაპირ გეუ. იმათი არ მოგերի. არა, მოგები ნამდვილად არ მიაწი. გაფშე ფეხებზე მკიდრ. წარმატები გავუსრულოთ ეს თამაში და ნუ სოფლიოზე გავიმარტივოთ ბევრი რაღაც რა. აბა წარმატებებს გისურვებთ, გიყურებთ, გქომაგობთ, აბა თქვენიცით. ძალიან დიდი მადლობა. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ბლოგზე. ვიწყებთ სოკარის რუბრიკას შეისონი და აივს ენერგიით და ამ რუბრიკაში დღეს ჩვენი სტუმარი ნიკა აბაშიძე ადამიანი რომელიც პირველი მანქანაზე ახსენდება ბევრს ნიკა სხვათა შორის როგორც მინიმუმ 125,000 გამომწერს რომელიც ყავს YouTube-ზე. თქვენი კოლეგა YouTube-ზე. გამარჯობა. ბოლოს რო ნახე მანქანა გავეცხეთ ეს და იქაც მანქანების ამბავში და ფილოსოფიურ თემებზე ვისაუბრეთ რა არის სიყვარული გიორგი, ჩაგიტრია შენც ბერძნებთან? ეგრევე სიყვარულით დაიწყე. თუ რაღაცა იყო. მე ერთმანეთის მოთანებს გვარეცხა. ვახტანგური ეცხა. აი ზუსტად 1 წლით ადრე მითხრა რაღაცა რა მაგ თემასთან დაკავშირებით და მთელი 1 წელი ვფიქრობდი რომ მეთქი ამას არ მეტყოდა თქო რა ხო და მივედი და რო შევხვდა აი მაშინ რომ მითხარი მართლა ეს მითხარი თქო სწორად გავიგე ბიჭო არა და გადარჩენილი იყავი რაღა შეგაცურინაი დაახლოებით 30 წუთი სანამ მოვიდნენ და დაარტყეს ხარზე ხელი გაირეცხა შენი მანქანაო მიხსნი და რატო არის ეგრე ო და გადარჩენილი იყავი ისევ დარწმუნდი თუ შემდეგ წელს რო შეხვდები ისე უნდა გიქო არა რა მითხრა არ ვიცი მაგრამ რო წავიდა 15 წუთი ვფიქრობდი რომ მართლა ეგ უთქვავს სანამ შენც არ დაგარტყეს ხელი გარეცხილია ეს დამარტყა გარეცხილი და ის წავიდა.
ეხლა უკვე გასაერცხად რომ იდის, ჯერდება და გიორგი ხوار არის. ჯერ ესე რომ იყო. მიხვედი ვინმე ყავდა გაშეშებული. პირველი შეეჭეხე. არა სხვათა შორის იჯდა ტელეფონში რაღაცას ისა და ენერგიით ივსება. ტელეფონში რაღაცას აკეთებდა. ხო, რაღაცა ნიუს კითხულობს. რა უთხარი ამას თანა? არ ვიცი, მაგრამ მანქანის გარიცხვა იყო გაძვირებული, ორივე შევამჩნიე. მაქიდან გადახვედით სიყვარულზე? ზამთარი მოდის. ზამთარი მოდის. და კალენდარულად, ოღონ ისე არ მოდის. ხო და კარგია ჯერ რა გინდა დაიცადე. არა, დაწყებს. თბილი და მე აცივდეს დეკემბერში. მანქანა რომ მოვამზადო და არ მოვიდეს ზამთარი, აი მაგ დროს რა ვქნა. არის რაღაცეები რა ჯობია გქონდეს და არ დაგჭირდეს, ვიდრე დაგჭირდეს და არ გქონდეს. აი ბიჭო, ეს ფილოსოფია. შენც კარგი ხარ. თქვენ კი ისაუბრეთ. ახევარმა საათმა რამ ხელა გაოლენა. ხო, მაგალითად ანტიფრიზი ხო? მაგალითად ანტიფრიზი. კი, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე ხა ანტიფრიზი რო გესხას, კი არა და სულ უნდა გესხას. მაგრამ რო არ გესხას, ფული რო დაზოგოთ 15 ლარი, შეიძლება მე ძრავის 3000 ლარი გაისროლო. ახლა რომელი ჯობია 15 ლარი ერთხელ გადაიხადო თუ 3000 ლარის ლატარია ეგ ძმაო. ეს 15 ლარი მეორე ვარიანტი 3000 აქ გადაიხდია. ანუ რაღაც ალბათობით 15-ში წაგებაში. შეიძლება მარტი დადგეს და მიხვდე რომ დებილი ვარ და 15 ლარი მოვისროლე. აი ბნელეთი. როგორ გამოიყურება? ან მეორე ვარიანტია შეიძლება საბურავებში დაზოგო. ხო და გაერჭო ვიღაცას მე გაჩერება რომ მოგინება არ გააჩერებს 3000 ლარი კი აღარ გეყოფა უფრო ყველაფერი თუ მოისპო. ან ავტობუსი შეიძლება გაერჭო, რაც კიდე უფრო ცუდია და 1.70.000 80.000 ლარი დაგიჭდება. ამიტომ ჯობია ავტობუსს რომ დავეჯახო მაგდენი. ავტობუსი რომ დაეჯახო, ავტობუს ფეხითაც რო დაეჯახო, ავტობუსი რომ დაეჯახო, იმდენი ჯდება რომ ჩათვალე რომ იპოთეკა გაქვს. თუ არ გქონდა მანამდე იპოთეკა გაქვს. ბიჭო, მაგის დაზღვევა არის კონკრეტულად ავტობუსზე. არის ეგეთი პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელსაც ყიდულობ, თვეში ჯდება 10 ლარი, 15 ლარი და 50000 ლარს გინაზღაურებს. რაღაც ეგრე დასაწყისი ჩადარ მახსოვს. დანარჩენს გაიქნება. არა, ეხა ნახე როგორი თემა არის. შენ ისე ნუ დაეჯახები რომ ახლა 70 და ამან იცის მაგრამ. 70000 დაგიჯდება თუ საქარე წინიდან დაარტყი კუთხეში რა. და თან რაღაცა გამოყოფილი რკინის რომ ჩაუმტარიო. აი გასმა გამოსმები რაც 80000 ლარი დაგიჯდება, მაგას აგაცილებს ძალიან თავისუფლად. თან რამდენიც. და ეგ არის, ეგ აუცილებელია. ეგ ჩემი აზრით ზაფხულში უნდა გქონდეს. ხო. ხო, მაგრამ ზამთარსაც შეეხება საბურავი ყველა ვარიანტი გჭირდება, რო არავის გაიჭო, ხო. ანტიფრიზი გჭირდება, რომ ძრავი არ გაგისკდეს, წყლის სისტემა რა. არ ეს არაფია, საქარემინის ანტიფრიზით. საქარემინის ანტიფრიზი აუცილებლად გჭირდება, კი ბატონო. სუნი. აურა იაფიანი რაღაცა მიათვალა. ლარნახევარი. სუნი რა სუნი ზამთარში. ზამთარში. ბიჭო, სუნი. არა, ზაფხულშიც გინდა სუნია. აი, ნახე, ზამთარში ფანჯერას ნაკლებად აღებ და უფრო გროვდება. სუღის 10 ლარი და ჩაუსვათ. ჩაუსვათ. 10 ლარი მე ლარნახევარი. თუ გინდა, თუ ეგ 10 ლარი არ გვაქვს, საქარემინა აწიე და იქ და ეშავს რა. საქარემინა საჭიროა, იმიტომ რომ ეს წელიწად ცივი ზამთარი იყო. დამაგვიანდა ჩასხმა და იმამდე დაგაგვიანდა რას? აპრილამდე ვერ მივასხის წალი ხარ საქარემინა. დადია და გარედან იყურებოდა მანქანაზე. მერეც რო ჩაასხა შვერდის რო იცი. ჩავამატე ვიცი. სხვათა შორის იცი რა გჭირდება კიდე ზამთარი რომ მოდის, ბევრი არ აკეთებს. აკუმულატორის გადამოწმება. აკუმულატორი ახალი. მოდი. შენზე კი არ არის ლაპარაკი ზოგადად. არა, ეს ჩაკეცილი გვაქვს, კაცო. ეხლა ნახე, აკუმულატორი დაამატე მაგას. საბურავები. საბურავებით საბურავები ხო იყო. არა, ბიჭო, დამატება. დამატება, იმიტომ რომ ზამთარში ანტევარდება. წინავარდება. და ანტებს ყველა ვარიანტი. ჩემ მანქანაზე ხა სამი საბურავია ანტებული და ვერ გავაჩერე რომ მივამატო. მეტი თითი არ გაქვს, ხო? აქეთ მას. აქეთ მაშინ დათო. მინდა ეგ ხელი თუ გჭირდება ჩემი დასაჭრელი. ჩემი გამოიხენა. ჯერ ყოფნის და მივყვეთ. ეგ არის ყველა ვარიანტში რაც ვჭირდება აუცილებლად. თუ მთაში მიდიხარ და დიზელი გაქვს, სპეციალური დიზელი უნდა ჩაასხა. რომელიც არ იყინება. ეგ ძალიან საინტერესო რაღაცაა და სოკარს აუ არ მახსოვს ზუსტი გრადუსები ახლა მაგრამ ის რეალურ მე ზუსტად ვიცი რომ -20-ზე გაგვიყინა ისე რომ რაღაცა თბილ
ბოქსებში შევყავდა მანქანები, რომ გამნარიყო და ჩამოგვესხა ის. ეგ ჯარში რო იყავი? სალი არ გავა. ის მაშინდელი დიზელი ხო და ეხლა სოკას აქვს ბაკურიანისკენ და ეგეთ კურორტებისკენ სპეციალური დიზელი, რომელიც არ იყინება. მინარევს უკეთებენ, რომელიც არ იყინება. ალკისკენაც ალბათ ძალიან სიცივე სადაც არის. ხო, კი, ეგ თუ დიზელი ყავს, ეგ აუცილებლად გჭირდება. კიდე ის არ უნდა შეამოწმო გათბობის აი, სისტემა. აი იმენა დამასწრა. იმენა გულში. გულში მეჯექი. რა ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაკეცე, ნუ ნიშნია. გათბობა. გათბობა არის უნიშნულოვანესი, იმიტომ რომ ან ერთადაც თუ არა და ბილი დასაცმელი რო გეკეთო. გადაწევ და დაუბეროს ცივ ჰაერს. და კი, ჩარშან დამემართა. ისა ჯაფარ ესა მომიჭერდა ჩამიგდე რა. ვარ დამავიწყდეს. 8-ვე თუ 7-ვე. ხო, ეგ არის რა. დანარჩენი ახლა კიდე რა დაგვრჩა? მე მგონი ისეთი არაფერი. რა დაგვრჩა და 3 თითი. 3 თითი კაია. ხო. მე მგონი ისეთი მეტი არაფერი რა. არა, ხო, მეტი მე. მანქანაში რამე თითმილი ტანსაცმელი ხო უნდა ჩადო. მოდი ჩავდოთ მაგის დედასვლა. ისა გადმოსათოვლი რაღაც. გეში. აუ, ბაზარი. აუ, რა მიკეცა? ისა. და კიდე ისა, ეხა ვნახე, არ ვიცი, კაია თუ არა ტემუზე. აუ რა. ანუ ჯაჭვები ხო არსებობს, მაგრამ არსებობს კიდე რაღაცნაირი ხამუნ და პლასმასები და მუშაობს ეგ? კი, მაგრამ არ წახვალ ახლა ეგეთ ადგილსა წახდება. არა, მოდი ჩვენ ეს ჩავკეცოთ რა. იმიტომ რომ ისეთი იაფიღება რომ ეგდოს მანქანაში, იმიტომ რომ გუდაურში ესე რო ეხრება რაღაც. ესე და ჯაჭვის ფუნქციას ასრულებს, ალბათ მალე ფუჭდება ბევრად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ გზას გაგიყვანს. აი, შენ მასე იყავი რა. მე თუ მკითხავ კიდე რა, ყველას უნდა ედოს მანქანაში კოლგა. მიდი. სხვათა შორის. იცი რატო? ჩვენთან წვიმა უფრო ხშირია, ვიდრე თოვლი. და წვიმაში დასველება სიცივეში ძალიან ცუდი რამეა. და კოლგა ყველას უნდა ედოს. მოდი, ზაფხულშიც იდოს კოლგა. არა მოვიხოთ. იმიტომ რომ ზიანი ქვეყანა ვართ. ხო. და ხო, არ კოლგა ვიტამინი. საჭირო რამეა. ძალიან საჭირო კოლგა რამეა. კარგია. კალოში. გადმოდიხარ ტალახში, ხო? ტალახში ამოიცი ფეხსაცმელზე. ახლა უკვე რაღაცას ვამატებთ, ზედმეტები მოგდეს. არა, რატო? მე მაგალითად ჰამაკი მიდევს მანქანაში. მეც მაგ ჰამაკი მანქანაში. იმიტომ რომ ძმა ხარ. ის მოკეცე, ის თითი მოკეცე. შენ ჰამაკი გადაგიდოს. შენ არ მგონია რა. მე კაი. ის ადამიანი ხარ, რომელიც იმის გამულ ჰამაკში რო ჩაწვე კი. ნახე, ბეთანიაში რო ავდივარ, გავაბამ ჰამაკს, წამოვწვევი, ჰამაკიც მიდევს და ბალახზე გასაფენი, ისიც პლედიც. ერთი კითხვა. შენ ამ ჰამაკს ბეთანიის გარდა არცად არ გააფენ, შენი ამბავი რო ვიცი. იქ იმხელა დუარეცი. დადე შიგნით და ჩაკეტე. ბეთანიაში დავდო? ხო არა, სხვაგანაც სხვაგან სად გაგიშლია? გაფენილი რომ დატოვო. არა, ეგ ეშინია რომ მოპარო. არა, მოგონა. წვიმა გააფუჭებს რაღაცა ისა და. გადააფარე. ნაჭრის ქამა. ზამთარში ჰამაკში რომ დაწვევი, მზე რომ მოგადგეს, ხო არ გინდა და გადააფარე და თოვლისგანაც და წვიმისგანაც დაიცავს და ხო და აი ეს ჰამაკი რო ავდეგი გადავაფარე კედლები ამოშე, სახლი გავა. მაგ ჰამაკი დაიწყო. ეს ჰამაკი დაქონდა. ხო, ჰამაკი მაგ. კიდე რა მაგიცი მანქანაში? ახლა იმას უნდა შემდეგ ერთ წელს სანამ შეგხვდები ჰამაკი რა ადგილდა მანქანაში. არა, ამას პატრიალი უყურს. ყველგან წამოწმება, სადაც კი საშუალება. აი ხა აქ რო გამიშალო ჰამაკი, ეტყვი ერთი წამი გამოდიხარ. ინსტრუმენტები საჭიროა მანქანაში რაც მოყვება. ეგ აუცილებლად უნდა ნახო ბიზონი და ისა. ბიზონი, დონგრატი და დონგრატი, თუ დონგრატი. დონგრატი. და მე მაქვს დასამატებელ ჰაერ გასაგან ელექტრო. სხვათა შორის ეგ ეს მახეში რაღაცა ჩამოვიტანე ტემუდან და არ გამ. და დამაგებინო გადამიგდო. ეგონა არა მომიგდა. რა ვიცი იყო რა. ამ სიმძიმე როგორ გადააგდო, მაგრამ წკაპ და მომედი და ერთო სახში აღარ. ნეტა რა ეგონა. რაღაცა იტყვა ხუთი რო იყო რაღაცა. ჩაჯო დინამიტი ეგონა, იმას რო. მე ეგ არა აქ ეს. ეგ მაგ და ისა პერემიჩკა. აი პერემიჩკას ჩავამატებ რა ზამთარში. ეგ ზამთარ ზაფხული არის. არა, პერემიჩკას ზამთარში ზამთარში განსაკუთრებით, იმიტომ რომ სიცივეში ჩამოხოდილი. შენ თუ არა შეიძლება სხვას დაჭირდეს რა, ყოველთვის რო და ბუქსირის თოკი, ნუ. პერემიჩკა ჯამფერს თუ ჩადებ ვაფშე მაგარია. ჯამფერი პატარა აკუმულატორია ესეთი, რომელსაც და წკაპ და ელექტროშოკი რო არის, ხო იცი კუდრებს როსაც ხო. ეგ არის მოდ მანქანის. მოდ მანქანის რა და იმას პირველი მუხტი უნდა და მე დაკოკავს რა. თუ ანუ სხვა მანქანაც არ გჭირდება
რომ გააჩერო ისე და ხო. ისე და ტყეში ორან ტყეში რომ დაგემართოს. სათთან შეადადის ორანტაში. სოკარის ხელოსნების პროექტი ესეთი, ხო, იქ მაგარი ხო და რა ამბავია გითხარ. ხალხის რჩეული ამოვარჩიეთ და ხალხის და ავტოასისტენტების რჩეული ერთად გავაკეთეთ, ხარ უნდა სოკარმა ეგ, ხალხის და ავტოასისტენტების რჩეული ამოვარჩიეთ, ხელოსნები რა. იმიტომ რომ ანუ ხმის მიცემა იყო თუ როგორ? ხმის მიცემა იყო და ხალხმა ცალკე არჩია და ავტოასისტენტებმა ცალკე არჩიეს. კონკრეტული ხელოსნებიდან თუ ნებისმიერი? ვისაც უნდა ნომინაცია, ნომინირება, კითხეთ ხელოსნებს, ვინც გამოთქვა სურვილი, იმათ ფოტოები გადაუღო სოკარმა, ისა ყველაფერი მოაწესრიგა ლამაზად, მოაკოპწია, გაუშვა მე ვოუთინგზე, მე იქ რაღაცები იყიდეს და ფილტრეს, ეგეც საკაიფოდ, რომ სამართლიანი ყოფილიყო ყველაფერი, მაგრამ იმუშავეს ძალიან მაგრივ, ლაიქები, შმაიქები და გამოვავლინეთ ხალხს რეალურად ვინ მოწონდა ხელოსნები. და რამდენი გამარჯვებული? 5 გამარჯვებული იყო თუ სწორად მახსოვს, სხვადასხვა მიმართულებით 4 და ერთი იყო ავტოასისტენტების ელექტრიკი ესე? ხო, ავტოასისტენტების რჩეული რა, ისეთი hidden talent-ი დავარქვით. ცალკე. და რა მოიგეს? რომელმაც ნახე? მაგარი რაღაცები. საქართველოს თურქეთის თამაშზე იყო საგზური. და სხვადასხვა პრიზები რა, კიდე რა, რომელიც დავურიგეთ მე. ხო და ისა ძალიან გაიხარდა სხვათა შორის. მე მეგონა რომ დაიწყებენ რომ აი მაიცა რაღაცა და ისე გაიხარდათ. ხო, არა, რატო? ძალიან მოიწონა. ჩემი ტელეფონი ხო გაქვს? კი. მაგ ისე რა ქვია, მაგ ხელოსნების სახელები და ისეთი ჩამიყარე. რა გინდა მითხარი? უკვე გადარჩეულებთან რომ გაგვიყვი. რენდომ რომ ელიტასთან რომ მივიდეს პირდაპირ რა, რომ ხო, ბაზარი არა. ეს რა ქვია. ამ წინადადებაში ყველაზე სასაცილო იყო ის მე რომ მეუბნები მაგას რომ ხელოსნების ნომრების ჩამიყარეო. ხო, აბა. მე უნდა მითხრა რომ გამომიგზავნე ვინმე რომ წაიყვანოს მანქანა და იმ ხელოსანთან მიიღო. არ მინდა შენ გენაცვალე, ჩემით მივყან, რატო უნდა შეგაწუხო და აი ჩაგდებას არაფერი არ აქვს. ბაზარი არა. წავალ, მივალ დაველაპარაკებ. ამას კი არ შეუძლია, ურთიერთობა თუ არა, იმან თუ არ მოუყვა მე ეს გაატანე, გაგიკეთე. მამეთ, აგაგულით რო არის. მამეთ ამა რო გაატოვოს მაგას ჯობია თვითონ წავიდეს, იმიტომ რომ იქიდან მასალას მოიტანს მე რას წაკითხა. ეს არა, მარტო მასალას კი არა, ეს ხო არ გჭირდებათ მე. მასალას რაღაც ნაწილებს, ინსტრუმენტებს. იმ დღეს წავედი ბიჭო ხელოსანთან და დაიწყებს წება ხო. ხო, არა, ეგ ხო და ჩამიყარე რაღაცები მაგ გავიული, გამოვიული. კი ბატონო, კაი ტიპები არჩიეს სხვათა შორის, ისეთი მართლა კარგი ხელოსნები რა. ხალხის გამოცდილება მაგხრივ ბევრს ნიშნავს. ის ქარუს ბიჭმა რომელიც არჩია ბიჭებმა ისიც ჩამიგდე მეხუთე. ის ძალიან მაგარია, ის იმენა ტოპია. დიდი მადლობა ნიკა. პირიქით თქვენ მადლობა. წარმატებები შენ, წარმატებები ქართულ მძღოლებს ზამთარში. წარმატებები ზამთარსაც. ხო, ანახე. მოვიდეს და გვენახოს. ეს იყო სოკარის რუბრიკაში შეისვენი და აიუსე ენერგია. ამით ჩვენი გადაცემა დამთავრებულია, ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის. Thank you.